საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვა დაიწყო. კამპანიას შენგეხება ისევ გვისმენეს მონაწილეები დღეს სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობენ, რომლის მიხედვითაც ცდილობენ დაასაბუთონ, რომ ეგრეთ წოდებული მოსმენების შესახებ კანონი არაკონსტიტუციურია. უფლებადამცველების მტკიცებით უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეების საუბრებზე მოსმენა სასამართლო ნებართვის გარეშე განახორციელოს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება. სასამართლოში მოპასუხე მხარის ინტერესების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დაიცავს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არგუმენტაციას დაეთანხმება, კანონმდებლებს მოუწევთ ფარული მოსმენების და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა შეცვალონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოსმენის გასაღების უსაფრთხოების სამსახურისათვის გადაცემა ქმნის უკანონო და სასამართლოს გვერდისავლით მოსმენის განხორციელების შესაძლებლობას, ანუ ამ შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უსმინოს თითოეულ აბონენტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლის მოთხოვნებს და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარეთ ცნოს ეს ნორმა არაკონსტიტუციურად. ყველანაირი გარანტიები, რომელიც კანონმდებლობაში არის წარმოქმნილი, არასაკმარისია, საჭიროებენ დაზუსტებას, ბუნდოვანია ხშირ შემთხვევაში მათი შინაარსი და აქედან გამომდინარე მათი არაკონსტიტუციურად ცნობა უნდა მოხდეს. იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სადავო ნორმების შინაარსს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოსმენას, ეს ამ ნაწილში სარჩელი არ არის მიღებული. შესაბამისად, არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით სასამართლოს გარეშე ხდება სადავო ნორმების საფუძველზე მოსმენა არ არის სწორი. არგუმენტაცია არის იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული გარანტიები არ არის საკმარისი, რასაც ჩვენ რის საწინააღმდეგოსაც ჩვენ დავადასტურებთ.